მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი უკვე მე-9 წელია სამეგრელოში აქტიურად ფუნქციონირებს. მისი სათაო ოფისი ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას 59 ნომერში მდებარეობს. ლაზიკა კაპიტალი ჰუმანიტარული ორგანიზაცია ოქსფამის ბაზაზე დაარსდა. 2003 წელს ის გამოეყო ოქსფამს როგორც მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი და უკვე 2007 წელს ჩამოყალიბდა როგორც კომერციული სტრუქტურა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახით. მიკროფინანსების ისტორია 70-იანი წლებიდან იწყება. მისი პირველი ანალოგი ბანგლადეში ნობელის პრემიის ლაურეატმა მუჰამედ იუნუსმა შექმნა, რომელმაც დააარსა საცდელი ბანკი და საკრედიტო სქემის საფუძველზე დაამტკიცა, რომ უკიდურესად დაბალშემოსავლიანი მოსახლეობაც კი შეიძლება კრედიტუნარიანი იყოს. ჩვენთვის დაბალშემოსავლიანი ბაზარი არის აბსოლუტურად ბუნებრივი გარემო, სადაც ჩვენ მუშაობთ უკვე რამდენიმე წელია და ჩვენთვის წარმოადგენს სპეციალიზაციას. ბანკების შემთხვევაში ჭარბი რესურსების ფონზე ან რაღაც მოკლევადიანი გეგმების ფონზე ხდება ამ სეგმენტზე სხვადასხვა დოზით შემოსვლა, თუმცა ამას არ აქვს ხოლმე სისტემატიური სახე. მიკროფინანსების აქტუალურობა განსაკუთრებით იჩენს თავს კრიზისული სიტუაციების ფონზე. მაგალითად იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ეს გულისხმობ 2000-დან 2003 წლის ჩათვლით, ნებისმიერი რეგიონი, მით უმეტეს სამეგრელო, არ იყო ათვისებული არც ერთი საბანკო დაწესებულების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ. მე მახსენდება კიდევაც, რომ ბევრი ჩვენი კოლეგა საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი, როცა ჩვენ ვიწყებდით სამეგრელოში მუშაობას, რადგან სამეგრელო მოიაზრებოდა როგორც განსაკუთრებული რისკების რეგიონად. და ამიტომ ყველა თავს იკავებდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ საკმაოდ წარმატებულად დავიწყეთ და უკვე 2003 წლიდან ფართომასშტაბიანად შევდექით დაკრედიტებას. ანუ ჩვენ მოვიცავდით არა მარტო ზუგდიდს ქალაქს, არამედ ყველა მიმდებარე სოფელს და საკმაოდ მაღალმთიან და ძნელად მისაღწევ სოფლებსაც კი. და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ვაფინანსებდით სოფლის მეურნეობას, წარმოების სხვადასხვა დარგებს და ასე შემდეგ. ანუ ასევე მინდა გავიხსენო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, გულისხმობ 2008 წლის აგვისტოს, როდესაც ფაქტიურად მთლიანად სამეგრელოში და ყველა იმ რეგიონში, სადაც ვთქვათ, დაძაბული იყო ვითარება, საერთოდ შეწყდა დაკრედიტება. ჩვენ კი თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დღეს, როგორც კი მოგვეცა მინიმალური საშუალება გვემუშავა, გავხსენით ოფისით და დავიწყეს მოსახლეობის აქტიურად დაკრედიტება. ანუ მიუხედავად იმისა, რა სიტუაცია აქვს ქვეყანაში, რა მძიმე სოციალური ფონია ან კრიზისული სიტუაცია, ჩვენ მუშაობთ აქტიურად და ყოველთვის მზად ვართ დავაფინანსოთ მოსახლეობა, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობებით და გარკვეული ბიზნეს წინადადებების საფუძველზე. ლაზიკა კაპიტალს მომსახურების უნივერსალური მეთოდი გააჩნია. მოსახლეობა გარდა ფინანსური მხარდაჭერისა აქტიურ კონსულტაციებსაც იღებს. იყო გარკვეული პერიოდები, როცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სიმცირე შეინიშნებოდა, თუმცა 2005 წლიდან ბანკები აქტიურად შემოვიდნენ ამ სეგმენტზე, რაც თავისთავად მოსახლეობისთვის პოზიტიური აღმოჩნდა. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ჭარბი კაპიტალის კონცენტრაციამ გვერდითი მოვლენებიც გამოიწვია. განსაკუთრებით ცუდ პირობებში აღმოჩნდნენ კრედიტორები აგვისტოს ომის დროს, მაშინ როდესაც ბანკებმა მომსახურება შეწყვიტეს და რისკ ფაქტორებიც გაიზარდა. მე ისევ მინდა გავიხსენო 2000-2003 წლები, როგორც აღნიშნე, ამ პერიოდში ჩვენ და რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვიყავით, ვინც იღებდა ამ რისკებს და ვინც მუშაობდა ფართომასშტაბიანად. ანუ ამ წლებში საერთოდ არ შეინიშნებოდა ბანკების აქტიურობა. აი 2003 წლიდან დაწყებული ნელ-ნელა სტაბილურად ბანკებმა დაიწყეს შემოსვლა. ნუ თავდაპირველად მათ გააკეთეს აქცენტი ურბანულ სექტორზე, ვთქვათ, რეგიონებში გავრცელდნენ დიდ ქალაქებში. და აი უკვე 2007 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე უკვე საკმაოდ აქტიურად შემოვიდნენ ამ სეგმენტზე. რამაც გამოიწვია თავისთავად საკმაოდ მაღალი კონკურენცია. კონკურენცია თავისთავად პოზიტიური მომენტია, იმდენად რამდენადაც ნებისმიერ ორგანიზაციას, ვის მონაწილეობს კონკურენციაში, უწევს თავისი პირობების უფრო მოქნილად შეთავაზება
მოსახლეობას ხელი მიუწვდება, ვთქვათ, ფართო სპექტრზე მომსახურებების, შეუძლია ისარგებლოს დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და ასე შემდეგ, რაც თავისთავად კარგია. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ამან გამოიწვია ასევე გვერდითი მოვლენები. ანუ თუ გავიხსენებთ რა მოხდა აგვისტოში, ანუ მძიმე სიტუაციის ფონზე თითქმის ყველა საფინანსო ინსტიტუტმა, მათ შორის ბანკებმაც და მიკროსაფინანსოებმაც შეწყვიტეს მოსახლეობის დაკრედიტება. ამ დროს იყო სიტუაცია, მაგალითად ფოჩი, რომელიც საკმაოდ მცირე ზომის ქალაქია, რომ საშუალო და ხშირ შემთხვევაში წვრილ მეწარმესაც აღებული ჰქონდა კრედიტი რამდენიმე ორგანიზაციისგან. კონკურენციის ფონზე ეს ხალხი ასე თუ ისე ახერხებდა კრედიტის მომსახურებას, რადგან იმ პრინციპით, რომ თქვა შეეძლო აღება ერთი ორგანიზაციიდან და გადაფარვა მეორეში და ასე შემდეგ, შესაბამისად ასე ტრიალებდა ციკლი და არანაირი პრობლემა არ იყო. მაგრამ როგორც კი შეწყვიტეს ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მოსახლეობის დაკრედიტება, მოსახლეობა აღმოჩნდა ტოტალური დავალიანების ქვეშ, რამაც გამოიწვია ბაზრის გაფუჭება და სამწუხაროდ საკმაოდ ნეგატიურად აისახა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ბანკების მუშაობაზე. ორგანიზაცია აფინანსებს ნებისმიერ შემოსავლიან საქმიანობას მოცულობისა და დარგის მიუხედავად. კრედიტუნარიან სესხებელთა ნუსხაში შედიან როგორც წვრილი მოვაჭრეები, ასევე დაბალ შემოსავლიანი მეწარმეებიც. ლაზიკა კაპიტალს კლიენტებისთვის 12 სახის სასესხო პროდუქტის შეთავაზება შეუძლია. მე შემიძლია დავასახელო ცალკეული შემთხვევები იმ წვრილი თუ საშუალო მეწარმეებისა, რომლებთაც შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი კრედიტი. ანუ ცალკეული შემთხვევები ნებისმიერი მოვაჭრისა, რომელიც თქვათ ვაჭრობს ბაზარში სასოფლო პროდუქტებით, ან აქვს მცირე ზომის ჯიხური, ან აქვს უფრო დიდი ზომის მაღაზია, ან თუნდაც ნებისმიერი სოფლის მოსახლე, რომელიც აწარმოებს რძის პროდუქტებს, ყავს საქონელი და უნდა ვთქვათ კიდევ გაზარდოს, ანუ იყიდოს რამდენიმე ძროხა ან სხვა პირუტყვი, თავისუფლად შეუძლია მოგმართონ. თუმცა ასევე ჩვენ ვაფინანსებთ უფრო მაღალშემოსავლიან შემთხვევებს, როგორებიც არის ხის დამამუშავებელი საამქროები, სახერხები, თხილის გადამამუშავებელი ქარხნები, უფრო მაღალშემოსავლიანი ფერმერები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვაფინანსებთ ნებისმიერ შემთხვევას დაწყებული 300 ლარიდან 30,000 ლარის ჩათვლით ამ ეტაპზე, მიუხედავად დარგისა და მიუხედავად ცეცხლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა. ჯამში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 12 სასესხო პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია თითეული ცალკეული შემთხვევისათვის. ანუ არ არსებობს ისეთი შემთხვევა ბაზარზე, თუ ადამიანი ეკონომიკურად აქტიურია და სურს განავითაროს თავისი სამეწარმეო საქმიანობა, რომ არ მოერგოს ჩვენს საკრედიტო სქემას. ანუ შესაბამისად მე მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ მიუხედავად მათი საქმიანობის მასშტაბებისა, თამამად მოვიდნენ, ჩვენ დავეხმარებით, დავაფინანსებთ, ასევე გავუწევთ რეკომენდაციებს და როგორც კი ვთქვათ, გადაადგამენ პირველ ნაბიჯებს ჩვენთან თანამშრომლობისა, შეექმნიან საკრედიტო ისტორიას, გსახსნილი აქვთ მომავალში ნებისმიერ დროს ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით. ლაზიკა კაპიტალის მიერ დაკრედიტებული მეწარმეების მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი არა მარტო ზუგდიდში, არამედ სამეგრელოს რეგიონის ნებისმიერ ქალაქში წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას. შესაბამისად, ლაზიკა კაპიტალის მომსახურებითაც კმაყოფილი არიან. მინდოდა ჩემი ბიზნესის გაფართოება და მიმართე ლაზიკა კაპიტალს, რომელმაც ძალიან დამეხმარა, ავირჩიე ჩემთვის სასურველი გრაფიკი და ძალიან კარგი ეს მომცა, შედეგი მომცა აი ამ სესხმა, ძალიან წარმატება მივაღწიე. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბანკს და ბანკის მმართველობას. ავიღე 1000 ლარის სესხი, ვიყიდე ფიცრები, რომ დამემზადებინა ბუკები, ნაწილის ფიცრები ვიყიდე, ნაწილით ძროხა ვიყიდე და ასე კმაყოფილი ვარ რა. სესხის პროცენტი ყველაფერი ნორმალურად არის, მომსახურება იდეალური და ყველაფერი ნორმალურად არის რა.
ეს პატარა საამქრო მშენებლობა დავიწყეთ 2008 წელს. მაგრამ შემოგვაგლდა თანხები. მიმართეთ რამოდენიმე ბანკს ზუგდიდშია, წალენჯიხაშია, მაგრამ მათი პირობები ჩვენთვის მიუღებელი იყო. მერე საბოლოოდ მიმართეთ ლაზიკა კაპიტალს ბანკს. ძალიან კარგად მოგვექცნენ ისედაც ადამიანურად. ჩემო ბატონო, პირობები მისაღები იყო ჩვენთვის, ავიღეთ 15000 ლარის რაოდენობით და აი ასე წავიდა აქ მუშაობა, ჩემო ბატონო, 20-25-მდე კაცი არის დასაქმებული. ლაზიკა კაპიტალში სესხების ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის ტიპსა და მასშტაბებზე. ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესის მასშტაბებსა და ზომას უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო დიაპაზონი საპროცენტო განაკვეთებისა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სესხების ამ დიაპაზონში, ანუ გულისხმობს 300-დან 30000 ლარის ჩათვლით, გვაქვს განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობები საპროცენტო განაკვეთებზე, ასევე ვადებზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვინახავს, რომ სესხებელი საპროცენტო განაკვეთთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თუ რამდენი აქვს გადასახდელი თვეში, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მიმულია მათ ყოველთვიურ შემოსავალზე. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთის გადახდის გრაფიკის და ვადის ერთობლიობით ჩვენ ვაღწევთ იმას, რომ კლიენტს ყოველთვის ვურჩევთ ისეთ გადახდის ტემპს, რომელიც მათთვის მაქსიმალურად მისადაგებული. მოსახლეობის მომსახურება ლაზიკა კაპიტალში სწრაფად სულ რამდენიმე დღეში ხდება. ასევე მსესხებლისთვის ორგანიზაციას სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთის შეთავაზება შეუძლია. გარდა ამისა, დაძლეულია სავალუტო რისკ ფაქტორები, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტებს აღებული სესხის დაფარვა მხოლოდ ეროვნული ვალუტის ლარის საშუალებით შეეძლებათ. ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოზიდული იქნა საკმაოდ დიდი რესურსი ლარში და მიუხედავად სესხის ზომისა, ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ მოსახლეობა ლარში. ანუ ამ შემთხვევაში გამოირიცხება მოსახლეობაზე სავალუტო რისკის გადატანა, რაც ძალიან აქტუალურია და განსაკუთრებულ მწვავედ იჩინა თავი გარკვეული პერიოდის წინ, როდესაც თქვათ ხდებოდა კურსის რყევა და ფაქტიურად მოსახლეობას უძვირდებოდა დოლარში აღებული სესხი. და ასევე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენთან სესხების მომსახურება ხდება ფაქტიურად რამდენიმე დღეში. ანუ მთავარია სესხებელი მოვიდეს ჩვენთან აბსოლუტურად გულწრფელად და გულახდილად მოგვანდოს თავისი ინფორმაცია, მოგვაწოდოს თავისი საქმიანობის სპეციფიკა და მოთხოვნები და ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში შევეცდებით ჩვენი სასესხო პროდუქტი მოვარგოთ მათ მოთხოვნებს. ლაზიკა კაპიტალი მცირე მეწარმეებს რჩევებსა და რეკომენდაციებსაც აძლევს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საკრედიტო კაპიტალის გაზრდაზეც ფიქრობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობა გარდა იმისა, რომ კრედიტუნარიანია, საკმაო პასუხისმგებლობის გრძნობაც გააჩნია. ეს ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა როგორც ლაზიკა კაპიტალის ხელმძღვანელობის შემაჯამებელ დოკუმენტში, ასევე უცხოელი პარტნიორების მიერ ჩატარებული მონიტორინგის დასკვნებშიც. ლაზიკა კაპიტალი 1000-ობით კლიენტს ემსახურება და ყველა მათგანი მომსახურებით კმაყოფილია. ორგანიზაცია მეწარმეების შეღავათიან პირობებში დაკრედიტებას მომავალშიც გააგრძელებს.